თუ თქვენთვის არ მეგონი მარტო გაუგებართ. ესე იგი, რუსეთი, რომელიც შეყვანილია არადემოკრატიულ ქვეყნათა რიცხვში, არ შეიძლება მისი მარიონეტი ხელისუფლება აფხაზეთის სტრუქტურების სახით იყოს ნახევრად დემოკრატიული, რომელმაც ამ ტერიტორიაზე ეთნოწმენდა განახორციელა. მე მგონი ამ საკითხზე საერთოდ არავინ არ უნდა გამართულიყო. თვითონ საქართველოს ნახევრად ქართველებზე და აი თავისი მაგალითად ვენესუელაზე თავისუფალ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება ისრაელი, რომელმაც 2 კაპრალის მოსაძებნად ნახევარი ლიბანი აიღო და ეხლა ღაზას სექტორში 1000-ზე მეტი ადამიანი მოკვდა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ტერორიზმის საწინააღმდეგოდ ამდაგვარი ოპერაციები არის განსახორციელებელი. აბსოლუტურად სამჭირვალე არჩევნები ტარდება. სრულიად თავისუფალი მედია. არა, იმ ხამაზის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს მომენტების დროს ამბობდა, რომ სწორი იყო რუსეთის ქმედებები, როდესაც ის რაც განხორციელდა ხამაზის მიმართ, განხორციელდა, მაშინ ამბობდა, რომ ისრაელი ისევე იქცევა, როგორც რუსეთი იქცეოდა საქართველოსთან მიმართებაში. ანუ პრობლემები რო შეექმნათ, მაშინ გაახსენდა წინამდვილეში რა ხდებოდა საქართველოში, მაგრამ არასწორად აღნიშნეს ის რაც ხდებოდა ისრაელის მიერ ღაზას სექტორში. არის რაღაცა კრიტერიუმები, რომელზედაც არის საზოგადოდ სოფლიოს მასშტაბით შეთანხმება, რომ ეს უნდა იქნეს მიღებული. Human Rights Watch-ი აღიარებული ორგანიზაციაა, რომლის დასკვნებს აღიარებს სოფლიოს პრაქტიკულად ყველა ადამიანი და ყველა ქვეყანა. და აქედან გამომდინარე რა ვქნათ მითხარით, რა დავეთანხმოთ? რა თქმა უნდა დავეთანხმოთ. იმას რაც აქ წერია, რომ 200,000-ზე მეტი დევნილი არ არის. არა. თქვენ ახლა დეტალიზირების მეშვეობით გინდათ რომ შეცვალოთ სურათი ნახევრად დემოკრატიული. რატო უყურებთ თქვენ მაგ ნაწილს ამ დასკვნისა, არამედ და არ უყურებთ იმას, რაც მიმართული არის საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის კრიტიკის. არ წერია აქ ეს. არ წერია, როგორ არ წერია. თქვენ ისევ სხვა დასკვნას კითხულობთ, ის არის მე დღეს Freedom House-ის და ეს არის Human Rights Watch-ის. მე დღეს წავიკითხე, აი Freedom House-ის დასკვნაში წერია საქართველოს დემოკრატიების Human Rights Watch-ის ალმოდებული. რატომ აღარ არის არჩევითი დემოკრატიების ქვეყანა? ეხლა ის რომ კი ბატონო, ამაზე რეჟიმი ვასწრა. ბატონო? ეკონომიკის საერთოდ ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანა. ყველა კრიტიკაზე. აი ეს რომ ცვლილებებზეა საუბარი, არ გავიგოთ ისე რომ რაღაც ქვეყანა დაიქცა. აი ეს ჩვენ ვიყავით ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფო 2006-ში, 7-ში და 8-ში. მხოლოდ 1 ერთეულით შეიცვალა. თუ მაშინ კოეფიციენტი ჰქონდა 3, დღეს აგვაქვს 4. პრინციპულად აქ ცვლილებები, დიდი ცვლილებები. ვენესუელას გვერდით გავარ და მავრიტანიის. არ არის ვენესუელა, აქ არის სომხეთი, თურქმენეთი, მოლდავეთი, ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო. რატო არის მაინც ისა ვენესუელა? Freedom House-ი გადაყვეთ. Freedom House-ის Freedom House-ი ვენესუელის გვერდით არ ეს ჩამოვიტვალეთ ის სახელმწიფოები გარდა იმისა, იქ არის სადღაც 67-მდე თუ 40 და რაღაცა ქვეყანა. ლაპარაკობთ Human Rights Watch-ის. არა, ეს ამას ვამბობ, რომ ჯობია ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ აქაც არ არის ისეთი სახელმწიფოები, რომ აი რა დაგვემართა ამათთან. ყოფნა გვერდით არაფრით არ შეიძლება. ხადია რომ უნდა გაუმჯობესდეს ამაზე როგორ შეიძლება აჯობია და გაუარესდა პრობლემა ის არის გაუარესდა მონტენეგროს და ბოსნია-ჰერცეგოვინის გვერდით დგომაც არ არის თუ ვენესუელას არა ეს სხვა ბატონმა ალეკუმ და უპასუხე არა მაქვს უფლება ერთი მომენტი აქვს მიხეილ სააკაშვილმა აღიარა რომ თქვა ანუ ეს აღიარება იყო ეს უნივერსიტეტი გავიმეორებ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე რამდენიმე თვის წინ რომ პოლიტიკური ნება საჭირო მხოლოდ იმისთვის რომ ასე თქო, მხოლოდ პოლიტიკური ნება საჭირო იმისთვის, რომ სასამართლო თავისუფალი გახდეს. პოლიტიკური ნება არის ხელისუფლების ხელში და მეთანხმებით. საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად გადაწყვეტილებებს ღებულობენ პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე. საერთაშორისო ორგანიზაციები ნატოში გაერთიანება. სასამართლო რომ დამოუკიდებელი გახდეს, ამას რაც უნდა ახლა ბევრი რეკომენდაცია. უბრალოდ პრინციპულ და ხელისუფლებისთვის და სახელმწიფოსთვის ესეთ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა ურეკოს პროკურორმა მოსამართლეს და ასე შემდეგ. მარტივად გადასაწყვეტია ხელისუფლება უნდა შეტრიალდეს სახელმწიფო. მეტი ახლა გიგი უგულოა არ უნდა ურეკავდეს. ფაქტი მინდა გითხრათ. ერთი ცოცხალი ფაქტი. მოდი დაეხა რომ ლაპარაკობთ რომ ყველაფერი კარგად არის. ამას ხო აღარ დიდი ფილოსოფია საერთაშორისო ორგანიზაციები ძებიან
საერთაშორისო მედიაში კრიტიკული თუ იწერება მოსყიდული ჟურნალისტები არიან რუსეთისაგან, სახალხო დამცველი თუ რამეს ლაპარაკობს პოლიტიზებულია, ნუ ოპოზიცია ხო პოლიტიზებულია და პოლიტიზებულია და სააკაშვილის რჩევას თუ მიუყვებით, ჟურნალისტმა შეკითხა რომ დაუსვა კრიტიკული, მან უთხრა რას ქვია თქვენ ტელევიზორს არ უყურებთ, ესე იგი უნდა უყუროთ იმას და დავიჯეროთ ის, რასაც გველაპარაკება რუსთავი 2. ემგურხესთან დაკავშირებით. მე არ მგონია რომ თქვენ გქონდეთ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება ჩემი პოზიციისაგან. ემგურხესთან დაკავშირებით არის ამხელა სკანდალი ატეხილი. ამდენ უბედურებად ვაცხადებთ რუსეთს, ეხლა ფორს-მაჟორი გამოვაცხადეთ რუსეთთან და რუსეთთან გავაფორმეთ მემორანდუმი ემგურხესის გადაცემის თაობაზე. მთელი ქვეყანა, ყველა პოლიტიკოსები, მედია საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის პარლამენტშიც იყო გამოსვლები და ითხოვენ რომ გამოქვეყნდეს მემორანდუმი და საკუთარი თვალით ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთხოვნებით ესე ზეპირად არავინ არ გამოაქვეყნა, მივწერეთ ოფიციალური წერილი. მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და აქედან გამომდინარე ვერ გავაცნობთ საზოგადოებას. ამას გვწერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მინისტრის მოადგილე. თავად ეთყობა ეს ისეთი კომერციული საიდუმლოება არის, რომ თავად ენერგეტიკის მინისტრმაც კი ჟურნალისტებისაგან შეიტყო ამის თაობაზე. რასთან გვაქვს საქმე ახლა? ხო გვაქვს ფაქტია, ვიღაც პოლიტიკური ფიგურა ენერგეტიკის მინისტრის პირდაპირ მოვალეობა არის ასეთ საქმეებში მონაწილეობდეს და გადაწყვეტილებებს იღებდეს, ამ დროს ის ამბობს, რომ მე არაფერი არ ვიცოდი, გავიგე ჟურნალისტებისაგან. ვინ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს? ასეთ სიტუაციაში რატო იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს? უკრაინისა და ევროპის კრიზისი გავიხსენოთ გაზთან დაკავშირებით. ეს ხო ძალიან ცხადი მაგალითია, რომ ჩვენ ასე დაუფიქრებლად არ უნდა მოვიქცეთ. თუ ვიქცევით ასე დაუფიქრებლად, მოდით გითხარით, რატო ვიქცევით ასე დაუფიქრებლად, რა აქვს ამას საფუძველი? ის რომ არავის არაფერს არ ვეთყვი, მე თვითონ ამას გადავწყვეტ, მე ვარ გენიოსი, არ არიან გენიოსები. და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ძალიან ბევრ უბედურებას გადაყარეს ქვეყანა და ესეც ხო ინფორმაციის მოპოვების თავისუფლების შეზღუდვაზე მიანიშნებს და მეტყველებს. ეს ხო ერთი ძალიან კონკრეტული, მაგრამ ძალიან ცხადი მაგალითი არის. ხო შეიძლება ერთი შეკითხვა მექნება კიდევ. თქვენ კიდე თქვათ რომ Human Rights Watch-ის ეს ანგარიში არის რაღაცა დაკვეთით შესრულებული და ანტიქართული დოკუმენტია? მაგრამ მე რა თქვი იმაზე მეკითხვას არ ვაპირებ. მე ვთქვი ის რომ აქ ფაქტები არასწორად არის გადმოცემული. ისტორიიდან გამომდინარე. არ იცით რა, თქვენთვის ეს ისტორიაა და ჩემთვის ცხოვრებაა და ვერ გეტყვი. ეთნოწმენ და ჩემთვის არის ცხოვრების ნაწილი. თქვენთვის არის ისტორიის ნაწილი. ემგურხესთან დაკავშირებით გეტყვით. საქმე შემდეგში მდგომარეობს. ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ნებისმიერი ქმედება, მინდა კომერციული, მინდა არაკომერციული, რომელიც განხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბერკეტი არსებობს აქ მოქმედი კომპანიის დასაჯდელად. რა ბერკეტია ეს? თუ აქ მოქმედებს ისეთი კომპანია, რომელიც არის მხოლოდ რუსული და მასში აქვს რაღაც სტილი მაინც უცხოურ კომპანიებს, ჩვენ შეგვიძლია ამ ორგანიზაციებზე გავიდეთ. ამის შემდგომ ორგანიზაციებზეც გავიდეთ, წილობრივი რაოდენობით არის განსაზღვრული. ეს კანონი მივიღეთ ჩვენ. გარდა ამისა, ის პიროვნება, რომელიც მოაწერს ჩვენს გარეშე რაიმეს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მის მიმართ შეგვიძლია გამოვახაცხადოთ სისხლის სამართლებრივი დევნა და ინტერპოლის მეშვეობით ცირკულარი გამოვაცხადოთ. ემგურხესთან დაკავშირებით, ესე იგი 60% მოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე, კაშხალი არის ჩვენ ტერიტორიაზე, 40% ტერიტორიაზე. დავამთავრებ. მე ფაქტზე მაინტერესებს. ფაქტზე გეუბნები. რატომ იმალება ქართული საზოგადოებისთვის ის, რაც ამ საზოგადოებისთვის არის ძალიან ეხლავე და გასაგები იქნება საზოგადოებრივობისთვისაც. 40% ისედაც ვერ ვაკონტროლებდით. ამ ეტაპზე რაოიესი გვთავაზობს ჩვენ, რომ და მას აქვს ქონება საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისიც საქართველოს ტერიტორია. და ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენ გვაქვს ბერკეტი. თუ ეს ორგანიზაცია, კომპანია არ მოიქცევა ისე როგორც ჩვენ მოგვინდება, ასეთ შემთხვევაში მის ქონებას სერიოზული პრობლემები შეექმნება ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რატომ იმალება დოკუმენტი, რომელიც არის გაფორმებული? ამდენ მითქმა მოთქმას. მე რა საფუძველი მაქვს ახლა რომ დავიჯერო